ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე. წარმოგიდგენთ რადიო გრუნისა და კლინიკა პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ერთობლივ პროექტს გრუნიმედი. გადაცემას უძღვება ქირურგი პროფესორი გია თომაძე. გაეცანით თანამედროვე მედიცინის სიახლეებს, მიიღეთ კომპეტენტური რჩევები და აღმოაჩინეთ ჯანსაღი ცხოვრების მარტივი გზები. ყოველ ოთხშაბათს 17 საათზე სამედიცინო გადაცემა გრუნიმედი. თქვენი გზა ჯანმრთელობისაკენ. მოგესალმებით ჩვენო მსმენელებო, აგრძელებთ რადიო გრუნის სამედიცინო გადაცემას სახელწოდებით გრუნიმედი, რომელსაც წარუძღვები მე, ექიმი გია თომაძე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მდგომარეობაზე, რომელიც საერთო არის მსოფლიო ჩემპიონი მუჰამედ ალისთვის, ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშისთვის, იონე პავლე მეორისთვის და ადოლფ ჰიტლერისთვის. ეს არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ ყველა ჩამოთვლილ და კიდევ ბევრია ასეთი ადამიანები, ყველა ადამიანს აღინიშნებოდა თავის ცხოვრების მეორე ნახევარში, კერძოდ კი ეს არის მოძრაობის დარღვევა. ზოგიერთ შემთხვევაში პარკინსონის დაავადება. ასე რომ ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა გახლავთ მოძრაობის დარღვევები და ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს კლინიკა პინეოს ნევროლოგი ქალბატონი სოფიო სოფრომაძე, რომელიც გახლავთ ამ დარგის მოძრაობის დარღვევის სპეციალისტი და ამავე დროს გახლავთ ასისტენტ პროფესორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში. ხდა იმისა, რომ არის პრაქტიკოსი ნევროლოგი ჩვენი კლინიკის. ქალბატონო სოფიო, პირველ ყოვლისა დიდი მადლობა იმისათვის, რომ მოძებნეთ და მოგზაურდით ჩვენთან მეტად საინტერესო თემაზე სასაუბროთ. და მინდა ჩვენი პირველი შეკითხვა დავიწყო ასეთი ზოგადი შეკითხვით, რას წარმოადგენს საერთოდ მოძრაობის დარღვევები, რა დაავადებებს აერთიანებს ეს ასეთი კრებითი ცნება და ვთხოვთ, რომ ჩვენი მსმენელებისათვის გასაგებიანაზე ვისაუბროთ ამ თემას. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება მოძრაობის დარღვევებს, მოძრაობის დარღვევები იყოფა ისე რომ ვთქვათ, ეს არის ჯგუფი ნერვული სისტემის დაავადებების, რომლის დროსაც პაციენტს აღენიშნება ან ჭარბი მოძრაობა, ან პირიქით მოძრაობის შენელება. ეს მოძრაობა შეიძლება იყოს ნებითი, ანუ პაციენტს შეუძლია მისი კონტროლი, მაგრამ შეიძლება იყოს ასევე უნებლიე და სპონტანური. თანხმებით, რომ მოძრაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სრულყოფილი ცხოვრებისთვის და როდესაც ის ირღვევა, მთლიანად იცვლება ადამიანი და მოქმედებს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ესე იგი, რა დაავადებები შედის მოძრაობის დარღვევებში? მოძრაობის შენელების ყველაზე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის პარკინსონის დაავადება და პარკინსონიზმი, რომელზეც ჩვენ ალბათ მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ხოლო რაც შეეხება ჭარბი მოძრაობებს, ეს არის ტრემორი, იგივე კანკალი, დისტონია, მიოკლონია, ტიკები და ქორია. შევეცდები ეს უცხო ტერმინები, ასე ძალიან მოკლედ გავმარტო ჩვენი მსმენელისთვის. ესე იგი, რაც შეეხება დისტონიას, ეს არის უნებლიე ხანგრძლივი შეკუმშვა კუნთის, რომლის დროსაც პაციენტს უვითარდება რაღაცნაირი ფიქსირებული პოზა. და ეს შეიძლება იყოს კისრის დისტონია, მტევნის დისტონია და ამას უწოდებთ ხოლმე ფოკალურ დისტონიებს. ასევე შეიძლება იყოს გენერალიზირებული დისტონია. დიახ, ფოკალური, დიახ. და გენერალიზირებული, როდესაც მთელი სხეული არის ჩართული ამაში. ასევე ტიკები ეს არის მოკლე, განმეორებითი სტერეოტიპული მოძრაობები, რომელიც შეიძლება იყოს ასევე ვოკალური და შეიძლება იყოს მოტორული. მოტორული მაგალითად თვალების ხამხამის სახით, მხრის აწევის სახით, თავის მოტრიალების სახით, დიახ, ხშირია ძალიან ალბათ. და ასევე ვოკალური ტიკები სხვადასხვა ბგერების გამოცემით, ჩახველებით და ერთი და იგივე სიტყვის განმეორებით. რაც შეეხება მიოკლონიას, მიოკლონია ეს არის სწრაფი შეკუმშვა კუნთის, რომელსაც ჩვენ შეკრთომებს ვეძახით. ალბათ ყველას გამოგვიცდია ძილი ჩაძინების დროს შეკრთომა, რომელსაც ფიზიოლოგიური მიოკლონია ქვია და ეს არ არის რაღაც პათოლოგიასთან დაკავშირებული. თუმცა არსებობს სამწუხაროდ პათოლოგიური მიოკლონიები, რომელიც
ძალიან მძიმე ნევროლოგიური დაავადებების დროს გვხდება, როგორიც არის ენცეფალიტი, სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებები, ეპილეფსია და ასე შემდეგ. და ბოლოს ქორია. ქორია ეს არის სწრაფი შეკუმშვა კუნთების და სწრაფად გადასვლა ერთი კუნთიდან მეორეზე და ის ხდება ისე რომ პაციენტი თითქოს ვერ ჩერდება და ეს ლიტერატურაშიც ესე აღწერილი თითქოს ცეკვავს პაციენტი. ეს ქორია ძალიან ხშირი არის ეს ერთ-ერთი ისეთი ცნობილი ნევროლოგიური დაავადებისთვის, რომელსაც ქვია ჰანტინგტონის ქორია. ქორეოგრაფი მენდაკო არ არის წარმოშობილი. არა, ქორია ნიშნავს ცეკვას, რომელიც ეს არის ძირითადად ესე ვთქვათ ორ ჯგუფად რო დავხოთ, მოძრაობის შენელებით და უნებლიე მოძრაობის შორის ახლა გამახსენდა თქვენს ნათქვამზე მე ვქონდა ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპზე ცვიკი, რომელიც გამოიხატებოდა აი ამ მოძრაობას. და ასეთი თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ შესამჩნევი იყო ძალიან. და რითი გამიარა ისეთ გავიგე რომ ერთმა შემა მხანაგმა რომელიღაც წელში დამცინა ამის გამო. ისღედა და ისღე იყო იმის შემდეგ აღარ გამიკეთებია ეს. ანუ ეს ხომაის უნებლიე იყო, მაგრამ ფსიქიკამ ამდაგვარად. ტიკები ყველაზე მეტად ესე ვთქვათ კეთილთვისებიანია სხვა სიმპტომებთან შედარებით, რადგან თვითონ პაციენტს მაგალითად ძალიან ძნელია თუ მოძრაობის დარღვევის სპეციალისტი არ ხარ, გაარჩიო ერთმანეთისაგან მიოკლონია და ტიკი. თუმცა მთავარი ესე ვთქვათ რითინაც შეგვიძლია განვასხვაოთ, რომ ან თუნდაც ტრემორი და კანკალი და ტიკები. ტიკების დროს პაციენტს თუ თხოვ, მას შეუძლია თუნდაც მაგალითად თვალების ხამხამის დროს თუ ვთხოვთ მას, რომ მოდი ცოტა ხანი გაჩერდი და 1-10 წამი დავითვალოთ ათამდე და არ შეეცადი არ დაახამხო. ის შეძლებს გაჩერებას, ანუ შეუძლია ამის კონტროლი. თუმცა რომ მაგალითად სხვა ტრემორების დროს, მიოკლონიის დროს ამის კონტროლი პაციენტს არ შეუძლია და ეს ერთ-ერთი ესე ვთქვათ ნიშანია იმისი თუ როგორ ვასხვავებთ ამ ერთმანეთისაგან. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად რომ ხდება ისეთი დაავადება ამ მოძრაობის დარღვევისა პარკინსონი ყოფილა. შევეცადე გამერკვია ახლა პარკინსონის რაღაც წარმომშობი ფაქტორები და ესეც სასაცილო სიტყვებს ავასწრებ. ლეიბოდის სხეულაკების გამოსული დემენსია და ოლივო პონტო ცერებელური ატროფიით გამოსული ატაქსია. ახლა ასეთი სასაცილო საშინელი სიტყვების ნუ ვილაპარაკებთ და გთხოვთ მარტივად ყველასთვის გასაგებენაზე გითხრათ რას წარმოადგენს ეს დაავადება, პარკინსონის დაავადება, როდის და რანაირად იქნება აღმოჩენილი. ესე იგი პარკინსონის დაავადება ეს არის ქრონიკული პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია დოპამინერგული ნეირონების დეფიციტით, ანუ ნაკლებობით. და ეს დოპამინერგული ნეირონები წარმოიქმნება თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებში, რომელსაც ჩვენ ბაზალურ ბირთვებს ვეძახით. თვითონ ეს დოპამინი არის ქიმიური ნივთიერება, ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ასე რომ ვთქვათ სიგნალს აძლევს და თარგმნის ტვინის სიგნალებს მოძრაობად და როდესაც არის დოპამინის ნაკლებობა, შესაბამისად პაციენტს ვითარდება მოძრაობის შენელება, კანკალი, კუნთების დაჭიმულობა და სხვა სიმპტომები. თვითონ ეს დაავადება უკავშირდება ჯეიმს პარკინსონს, რომელიც იყო ლონდონში მოღვაწე ქირურგი. სხვათა შორის მას უკავშირდება აპენდიციტის პირველი შემთხვევის აღწერა და ასევე კი ეს ლიტერატურაში შეგიძლიათ მოიძიოთ ერთ-ერთი შემთხვევა. ერთ-ერთი ქირურგია შეიძლება ერთ-ერთი. კი, დავდივლათ ესია. რომელ საუკუნეში იყო? ეს იყო მე-19 საუკუნეში. პირველი აპენდექტომი აღწერილია 1735 წელს. აი ეს ინფორმაცია ჩვენ შეგვიძლია გადავამოწმოთ. ამის გარდა ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, რადგან გატაცებული იყო გეოლოგიით და მან ჩამოაყალიბა ლონდონში გეოლოგთა საზოგადოება და ძალიან საინტერესო ძალიან საინტერესო ნაშრომიც ეკუთვნის მას. ამის გარდა ძალიან აქტიურად იყო პოლიტიკაში, მხარს უჭერდა საფრანგეთის რევოლუციას და თავისუფალ არჩევნებს, რის გამოც სხვათა შორის დაბარებული იყო მეფე ჯორჯ
მესამის შეთქმულებასთან დაკავშირებით. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი გამოქვეყნდა 1817 წელს, რომელსაც ქვია კანკალად დამბლა, სადაც მან ეს ქირურგი იყო, თუმცა ეს პაციენტები 6 პაციენტის შემთხვევა იყო აღწერილი. ქუჩაში ვინც ნახა, ის შემთხვევები იყო აღწერილი, კლინიკური მონაცემები მწირი იყო, თუმცა მან ზუსტად აღწერა ტიპიური მათთვის დამახასიათებელი მოძრაობა, კანკალი და მოძრაობის შენელება. მის ნაშრომს მალევე გამოხმაურება არ მოყოლია. ეს მოხდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილმა ფრანგმა ნევროლოგმა ჟან მარტინ შარკომ სრულად აღწერა ეს დაავადება პირველად და მათ ამ სიმპტომებს კუნთების დაჭიმულობა და პირველად გამოიყენა ტერმინი პარკინსონის დაავადება. თუმცა ძალიან საინტერესო. ხშირად არის ეს დაავადება ხსენებული ჩვენთან გარემოცვაში საერთოდ და გვაინტერესებს რამდენად ხშირია ეს დაავადება მსოფლიოში, რამდენად ხშირად ხდება ეს საქართველოში, თუ არის თქვა შედარებითი სიჩარბე მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით თუ იგივე საშუალო მაჩვენებლებში ვარ თქვა როგორც ყველგან. პარკინსონის დაავადება არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ნევროლოგიური დაავადება. მსოფლიოში 10 მილიონზე მეტ პაციენტს აღენიშნება, თუმცა ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ეს მონაცემები გაორმაგდება, რადგან მისი მთავარი რისკ ფაქტორი არის ასაკი და რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, ავტომატურად იზრდება პარკინსონის დაავადებული პაციენტების რაოდენობა. და ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტვირთი როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ საქართველოში ესეთი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა ჩვენ რაც ვიცით, დაახლოებით 7-8,000 პაციენტია დაავადებული პარკინსონის დაავადებით. არ არის ბევრი. შეიძლება უფრო მეტიც არის სამწუხაროდ სტატისტიკური მონაცემები ზუსტია. შორის აი ბევრია თუ ბევრი არ არის მაგასთან დაკავშირებით. რამდენად შემთხვევით ცნობილია საბჭოთა კავშირის დროს ამ დაავადებას გარკვეულად მიიღბავდნენ. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროში ყველა მოხუცებული იყო და ყველა აღინიშნებოდა გარკვეული მოძრაობითი დარღვევები. ამას უძახდნენ რაღაც შერბილებულად რაღაც მოხუცებულობითი კანკალი ასაკთან დაკავშირებული, მაგრამ თქვა როგორც ასეთია მოძრაობის დარღვევა და პარკინსონი ასე იშვიათად და უფრო მერე ამოვიდა ეს დაავადებები. მაინტერესებს რა სიმპტომებს უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება, როცა თქვა აი HIV რა შემთხვევაში უნდა დაიბადოს HIV პარკინსონის დაავადებაზე და როდის უნდა მიმართოს ადამიანმა ნევროლოგს ან ექიმს ერთად. ზოგადად პარკინსონის დაავადებისთვის დღესდღეობით არ არსებობს რაღაცა ტესტი, გამოკვლევა, რომელიც დაგვიდასტურებს პარკინსონის დაავადებას და ეს არის მხოლოდ დაფუძნებული კლინიკური დიაგნოზი. ანუ ამაში შედის დეტალური სამედიცინო ისტორია, ოჯახური ისტორია, ნევროლოგიური გასინჯვა და შესაბამისად ამის საფუძველზე შემუშავებულია კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ ხელმძღვანელობთ და ამ კრიტერიუმების მიხედვით ალბათ შეიძლება გაგიკვირდებათ, თუმცა თავარი სიმპტომი, რომელიც აუცილებელი სიმპტომი, რომელიც უნდა იყოს, ეს არის ბრადიკინეზია, ანუ იგივე მოძრაობის შენელება. და ამასთან ერთად შეიძლება იყოს კანკალი, ოღონდ მოსვენებითი კანკალი, კუნთების დაჭიმულობა, რიგიდობას ვეძახით და პოსტურული არამყარობა, რომელიც უფრო მეტად დაავადების პროგრესირებასთან ერთად მოგვიანებით ვითარდება. რაც შეეხება პირველ სიმპტომებს, პირველი სიმპტომები არის ხოლმე ნატიფი, თითების ნატიფი მოძრაობის გაძნელება და პაციენტები გვეუბნებიან ხშირად, რომ აი ხელწერა შემეცვალა, ან მიჭირს ღილის შებნევა, თასმის შეკვრა, ანუ ესეთი ნატიფი მოძრაობებით იწყება თავიდან და ძალიან მნიშვნელოვანია მიმართოს სპეციალისტს, რადგანაც ადრეული დაწყებული მკურნალობა და ადრეული დიაგნოზი, რა თქმა უნდა, მომავლისთვის მათ ცხოვრების ხარისხზე ნამდვილად აისახება. ტრემორი ჩვენ წარმოგვიდგენია როგორც კანკალი. გასაგებია, რომ პარკინსონის დროს ყოველთვის არის კანკალი, მაგრამ ყველა კანკალი პარკინსონია. ეს ძალიან კარგი კითხვაა, რადგან ხშირად პაციენტი რომ მოდის და ხედავ რომ აქვს კანკალი,
აი თვალებში შეგიძლია წაიკითხო, რომ ელოდება ვერდიქტს, რომ ეტყვი, რომ მოდის, იმიტომ რომ გამორიცხოს ხომ არა აქვს პარკინსონის დაავადება. თუმცა მინდა დავაწყო, რომ ჩვენი მსმენელები, რომ რა თქმა უნდა, ყველა კანკალი არ არის პარკინსონის დაავადება და სწორედ ამით დავიწყე, რომ კანკალი არ არის ის აუცილებელი სიმპტომი, რომელთაც ჩვენ სვამთ დიაგნოზს პარკინსონის დაავადების. არამედ მოძრობის შენელება უნდა იყოს და მოძრობის შენელებასთან ერთად უნდა იყოს. შენელება და კანკალი. კი, მოძრობის ამპლიტუდა არ არის ძალიან მაღალი, სხვა ტრემორთან შედარებით უფრო ეს არის მოსვენების ტრემორი. აი თუნდაც ხშირად ვეუბნებით, რომ ეს ტრემორი შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ ყურადღების გადატანას და მაგალითად ტელევიზორის ყურების დროს პაციენტი შეიძლება რაღაცაზე ყურადღების გადატანის დროს ეს ხელი თავისთვის იწყებს ესე რომ ვთქვათ მოძრაობას. ტრემორის უამრავი სხვა მიზეზი არსებობს კეთილთვისებიანი ტრემორი, რომელიც ესენციურ ტრემორს ვეძახით. ასევე შეიძლება უნდა აუცილებლად ვკითხოთ მისი თანხლები მედიკამენტები, იმიტომ რომ მედიკამენტების გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს ძალიან ხშირია ფიზიოლოგიური ტრემორი, ემოციურ ფონზე განვითარებული, ასე რომ მეტაბოლური სხვადასხვა ფარისებრ ჯიყვის პრობლემებთან ასოცირებული, ასე რა თქმა უნდა ყველა ტრემორი არ არის კავშირში პარკინსონის დაავადებასთან. ასევე აქვე მინდა ამ სიმპტომებთან დაკავშირებით ვთქვა, რომ ეს სიმპტომები რასაც ვისაუბრეთ ახლა მოძრობის შენელება, კანკალი, კუნთების დაჭიმულობა, ეს გაერთიანებული ეს ვეძახით ხოლმე მოტორულ სიმპტომებს. თუმცა ეს არის მხოლოდ ესე რომ ვთქვათ დასაწყისი და ნაწილი. პაციენტებს ამასთან ერთად აღენიშნებათ არამოტორული სიმპტომები და ხშირად დაავადების გამოვლენამდეც კი როცა ჩავეკითხებით დეტალურად, ხშირია დეპრესიები, შფოთვა, აპათია, ყნოსვის დაქვეითება, ყაბზობა, ძილის დარღვევები და დაავადების პროგრესირებასთან ერთად ეს არამოტორული სიმპტომები უფრო მწვავე და დრამატული ხდება, რომელიც მათ ცხოვრების ხარისხზე ზოგჯერ მოტორულ სიმპტომებზე უფრო მეტად მოქმედებენ. იმიტომ რომ ჰალუცინაციები ვითარდება, წნეvi, ორთოსტატული ჰიპოტეზია ხშირია, კოგნიტური დისფუნქციაც თან ერთვის ამ ყველაფერს. შესაბამისად, არამოტორულ სიმპტომებთან ერთად უნდა აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქცოთ არამოტორულ სიმპტომებს და აუცილებლად მე პირადად ვეკითხები ხოლმე. მითხარი 3 სიმპტომი, რომელიც ყველაზე მეტად განსხვავებს. იმიტომ რომ ძალიან ფართოა და როგორც ჩამოთვალე ეს სიმპტომები მათ შორის ძიზური მოვლენები შეიძლება ქონდეს, ერექციული დისფუნქცია, ანუ ბევრი სხვა სიმპტომი, რომელიც ესე ყველაფერს ერთად მკურნალობა ძნელია. ამიტომ ყოველთვის ვარჩევთ ხოლმე იმ სიმპტომებს, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს პაციენტს. შეუძლია ამ სამში რა შემოძლია ხოლმე ყოველთვის. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ჩვენ ამათ მკურნალობასთან ერთად ამაზეც ვიტყვით, თუმცა ზოგჯერ შეიძლება თქვა რომ აი მოტორული სიმპტომები, როგორც არის კანკალი აწუხებს, ზოგს შეიძლება უფრო კუნთების დაჭიმულობა, იმიტომ რომ ეს კუნთების დაჭიმულობა ტკივილს იწვევს და გადაადგილებაში უჭერთ. კანკალი გადაადგილებაში ხაზმად არ უშლით. დამოუკიდებელი იყოს და თუნდაც დამოუკიდებლად გადაადგილდეს, თუმცა კუნთების დაჭიმულობა მათ ხელს უშლებს გადაადგილებაში. შესაბამისად, ეს ძალიან ინდივიდუალურია და იმის და მიხედვით ვარჩევთ მკურნალობას, რასაც პაციენტს ყველაზე მეტად აწუხებს. შეუძლია წარმოგვიდგენია ასე, რომ პარკინსონის დაავადება თითქოს მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანებში. ასე არის თუ სხვა საკუთრივ ჯგუფში შეიძლება ეს დაავადება შეხვდეს. დიახ, როგორც აღნიშნე, პარკინსონის დაავადების ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორი არის ასაკი და უფრო ხშირად არის მამაკაცებში. თუმცა და აი 1817 წელს, როდესაც ეს ჯეიმს პარკინსონმა აღწერა, სწორედ ეს 6-ვე პაციენტი იყო მამაკაცი და ილუსტრაციაც, რომელიც ეს რა თქმა უნდა ძალიან გავრცელებული არის, ესეთი ხანდაზმული მამაკაცი, წელში მოხრილი, ძალიან ტიპიური დამახასიათებელი პოზით, რომელიც პარკინსონის დაავადებას აქვს. თუმცა ეს კონცეფცია დღესდღეობით შეიცვალა და ჩვენ უკვე ვიცით, რომ პარკინსონის დაავადება ნებისმიერი სქესის, ასაკის და ეთნოსის ადამიანს შეიძლება შეეხოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. რა თქმა უნდა, უფრო ხშირია ხანდაზმულ მამაკაცებში, თუმცა დაახლოებით 15%-ში ასევე გვხვდება ადრეულ ასაკში დაწყებული პარკინსონის დაავადება. და რა თქმა უნდა, ჩვენს მსმენელს და ყველას აინტერესებს რა მკურნალობის მეთოდები არსებობს ამ დაავადებასთან დაკავშირებით, მედიკამენტური მკურნალობა, თუ ოპერაციული მკურნალობა, თუ რაღაცა ნეიროსტიმულაცია, რა ვიცი.
ბევრნაირი. რომელი მკურნალობა არის ახლა ყველაზე უფრო ხშირი, ყველაზე უფრო ეფექტური და მათ შორის საქართველოში? დიახ, ზოგადად ჩვენ კლინიცისტები, როდესაც მკურნალობას ვიწყებთ აუცილებლად ზოგადად ვეცნობით, მიმოხილვით სტატიებს, ექსპერტთა მოსაზრებებს, ასევე ვეცნობით მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მედიცინას. თუმცა პარკინსონით დაავადებული პაციენტების დროს ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური და თითოეულ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული საწყისი სიმპტომები, განსხვავებული დაავადების პროგრესირების სიჩქარე და განსხვავებული ასევე პასუხი მკურნალობაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვმკურნალოთ თვითონ პაციენტს და არა მხოლოდ კლინიკური გაიდლაინებით ვიხელმძღვანელოთ, რადგან მხოლოდ კლინიკური გაიდლაინებით ვერ მოხერხდება ასეთი პაციენტების მკურნალობა, რადგან ყველა თითქმის მე პირადად ორი ერთნაირი პაციენტი პრაქტიკულად არ მინახავს. ყველა პაციენტს აქვს დამახასიათებელი სიმპტომი, ზოგს უფრო მოტორული სიმპტომები აწუხებს, ზოგს უფრო არამოტორული, ზოგს კომბინაცია აქვს, ზოგს მკურნალობაზე სხვადასხვანაირად რეაგირებს, ასევე ეს მკურნალობაც, როგორც თქვით, რომ ეს არის გამოწვეული დოპამინის ნაკლებობით. და შესაბამისად, ესეც პირველად 1967 წელს გამოიყენეს მედიკამენტი ლევოდოპა იგივე დოპამინია, როგორც ჩანაცვლებითი თერაპია პარკინსონის სამკურნალოდ. და წარმოიდგინეთ, დღეს 2025 წელს ჯერ კიდევ ითვლება ოქროს სტანდარტად ლევოდოპა. ლევოდოპას პრეპარატები არის ოქროს სტანდარტი პარკინსონის სამკურნალოდ. თუმცა შეიქმნა ახალი ფორმულაციები ამ ლევოდოპას პრეპარატების. ასევე ჩვენისთვის რომ უფრო გასაგები იყოს, ჩვენ დიაგნოზს ვსვამთ ადრეულ ეტაპზე. ადრეული ეტაპი ქვია, როდესაც პაციენტს გამოულინდება ან კანკალი, ან მოძრაობის შენელება, ან კუნთების დაჭიმულობა და ასე შემდეგ. თუმცა ეს დაავადება მანამდეაც პროდრომულ ფაზაშიც უკვე ეწყებათ, მათ შორის დეპრესია, შფოთვა და ასე შემდეგ. თუმცა დღესდღეობით არსებობს ის ბიომარკერები, რომელიც ნადრევად ჩვენ დაგვეხმარება დიაგნოსტირებაში პარკინსონის დაავადების. და შესაბამისად, ყველა დეპრესია და შფოთვა, რა თქმა უნდა, არ არის პარკინსონის დაავადება. და ამ დროს ჩანაცვლებითი თერაპია არის ლევოდოპას პრეპარატები. და ლიტერატურაშიც ესე აღწერილი, ამ ფაზას ქვია თაფლობისთვის პერიოდი. თუმცა როგორც ყველა თაფლობისთვის არც ეს გრძელდება დიდხანს, ეს რა თქმა უნდა ხურობით. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად ეს ლევოდოპაც კარგავს უფრო ხშირ მისი ნახევრად დაშლის პერიოდი არის 2-3 საათი. თუ ზოგჯერ 4 საათიც ყოფნის პაციენტს. თუმცა დაავადების პროგრესირებასთან ერთად ეს ხანგრძლივობა მცირდება და პაციენტს უწევს მედიკამენტის მიღება ყოველ შეიძლება 1 საათში, საათნახევარში, რადგან საშინელი დაჭიმულობა, ტკივილი ეწყება კუნთების და იძულებულია მან მიიღოს ეს მედიკამენტი. და სწორედ ამ ლევოდოპას ესეთი ხშირი მიღება იწვევს მოტორულ ფლუქტუაციებს. ეს არის ყველაზე უფრო რთული და ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, დიდი გამოწვევა ნევროლოგებისთვის, ჩვენთვის სამკურნალოდ. თაფლობისთვის პერიოდში მკურნალობა ნებისმიერ ნევროლოგს შეუძლია უმკურნალობას, ეს არის ჩვეულებრივ ჩანაცვლებითი თერაპია, პაციენტიც ბედნიერია, ექიმიც ბედნიერია, ოჯახის წევრები ძალიან ბედნიერია, რადგან პაციენტს აღენიშნება გაუმჯობესება. თუმცა მთავარი პრობლემა არის, როდესაც ეს მოტორული ფლუქტუაციები იწყება, მისცემთ ლევოდოპას და იწყება ძალიან ჭარბი მოძრაობები, რომელსაც დისკინეზიები ქვია და არ მისცემთ და იწყება ძალიან შებოჭილობა. შესაბამისად, აი ამ ესე ვთქვათ, ოქროს სტანდარტის მოძებნა, რომ არც ძალიან მოვადუნოთ კუნთი, ისე რომ ჭარბი მოძრაობები დაეწყოს და არც ისე რომ ძალიან შეიბოჭოს, არის ძალიან დიდი გამოწვევა. და სწორედ ამისთვის შეიქმნა ლევოდოპას სხვა ფორმულაციები, რომელსაც ქვია თხევადი ლევოდოპა. ანუ გადაწყვეტეს, რომ
რადგანაც ეს ხშირად ჭირდება პაციენტს რომ მივცეთ სისხლში ეს მისი კონცენტრაცია იწვევს ამ დისკინეზიებს. ამიტომ გადაწყვეტეს რომ თუ უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში მივცემთ ლევოდოპას, მას ნაკლები ეს ფლუქტუაციები აღენიშნება. ამისთვის შეიქმნა თხევადი ლევოდოპა. სამწუხაროდ საქართველოში არ არის, თუმცა სტომაიდება კუჭზე და ნაწლავში შეყავთ ეს პომპის სახით შედის 24 საათის განმავლობაში ლევოდოპა. სულ ეხლა ხანს რამდენიმე თვის წინ დარეგისტრირდა უფრო ნაკლებად ინვაზიური, იგივე იზიარებს იგივე იდეას, ასევე 24 საათი უწყვეტ რეჟიმში ვაწოდებთ ლევოდოპას, ოღონდ კანქვეშ ხდება მისი მიწოდება, არ ჭირდება ცალკე ოპერაციას. ინსულინი მიეწოდება. ხო, დიახ. ტომბოს საშუალებით. ტომბოს დაახლოებით იგივე მექანიზმი არის, კანქვეშ 24 საათის განმავლობაში, თუმცა არის რა თქმა უნდა, ესე აქაც პაციენტის არჩევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნებისმიერი კანქვეშა ინექცია იწვევს კვანძებს, გაწითლებას, შეიძლება აბცესი განვითარდეს და ასე შემდეგ. ამიტომ პაციენტის სწორი განათლება იმ მხრივ რომ როგორ უნდა მოვაროს ამ პომპას, როგორ უნდა ეს კანქვეშარი პომპაია რა. დიახ, თუმცა ყოველდღურად ჭირდება მას დამუშავება, გამოცვლა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ესეც საქართველოში არ არის. და მესამე შეიძლება იყოს ოპერაცია, თუმცა პაციენტებს ასევე გონიათ, რომ ოპერაცია ეს არის რაღაც გამოსავალი და განკურნება პარკინსონის დაავადების. ოპერაცია ეს არის ხმაბირთვების სტიმულაცია, რომლის დროსაც, როდესაც მედიკამენტური მკურნალობით ვეღარ ვახერხებთ ამ ფლუქტუაციების მკურნალობას, ერთ-ერთი მიზეზი განსაკუთრებით თუ უფრო მეტად დისკინეზიები, ანუ უფრო ჭარბი მოძრაობებია გამოხატული, მაგ შემთხვევაში მიმართავთ ხმაბირთვების სტიმულაციას, რომელიც ძალიან ეფექტურია დროებით ამ სიმპტომების კუპირებისთვის. როგორც მივხვდი, განუკურნებელი დაავადება საბოლოო ჯამში ეს, მაგრამ მომოკლინებელიც არის? პარკინსონის დაავადებას დღესდღეობით ძალიან, ესე რომ ვთქვათ, სიმპტომური მკურნალობა ძალიან დაიხვეწა და ეს თანამედროვე მკურნალობა ძალიან ეფექტურია. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ არის მედიკამენტი, რომელიც დაავადების პროგრესირებას გააჩერებს. თუმცა ამისთვის არის რეკომენდაციები და ერთ-ერთი ესეთი რეკომენდაცია, რაც კვლევებით დადასტურებულია, რომ დაავადების პროგრესირებას აჩერებს და მე აუცილებლად ჩემ პაციენტებს ყოველთვის ამაზე ვესაუბრები, ეს არის ფიზიკური აქტივობა. რაც მეტად იქნებიან აქტიურები, მით ნაკლებია დაავადების პროგრესირება. ეს შეიძლება იყოს ცეკვა, იოგა, მათ რაც სიამოვნებთ და რა ტიპის ფიზიკური აქტივობაც სურთ. ასევე რეაბილიტაციური მკურნალობები, ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ზოგი მუსიკით არის გატაცებული და ასე შემდეგ. და რატომ არის ეს კარგი? როგორც აღნიშნეთ, მხოლოდ მოტორული სიმპტომები არ არის, მარტო მოძრაობის დარღვევა, მათ ძალიან სერიოზული დეპრესია და აპათია აქვს. და სწორედ ეს ფიზიკური აქტივობები და სწორედ ეს სხვადასხვა ჩართულობა, სხვადასხვა აქტივობებში მათ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ძალიან კარგად მოქმედებს და როდესაც მენტალურად კარგად არიან, მოტორული სიმპტომებიც იმდენად მწვავედ არ არის გამოხატული და დროულად დაწყებული თანამედროვე მკურნალობა პაციენტებს უნარჩუნებს, რომ ხანგრძლივად წლების განმავლობაში დარჩენ დამოუკიდებელი და შეინარჩუნონ ცხოვრების წესი. ესე არ არის თქვა ის მითი, რომ თითქოს ჩაი, ყავა, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა, ეს ყველაფერი უსწრებს ხელს რემისიის გაგრძელებას. დიახ, რამდენიმე კვლევა იყო ყავასთან დაკავშირებით და თუმცა უფრო მეტი კვლევებია ჩასატარებელი. ეს არ არის რაღაცა ის არ ახერხებს, არ აკეთებს დაავადების პროგრესირების გაჩერებას, თუმცა რაც კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაციენტები, რომლებიც ჭარბი რაოდენობით მოიხმარდნენ ყავას, მათ უფრო ნაკლებად განუვითარდათ მომავალში პარკინსონის დაავადება. თუმცა ამაზე რა თქმა უნდა არსებობს მონაცემები, თუმცა უფრო მეტი კვლევებია ჩასატარებელი ამის უფრო მყარი არგუმენტირებული დასტურისთვის. გასაგები, ერთი კიდევ ასეთი შეკითხვა. რამდენად არის გამოცდილების მიხედვით მემკვიდრეობითობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი? შეიძლება გენეტიკურად განპირობებული იყოს ეს დაავადება, რამდენად გადაეცემა მემკვიდრეობით? პარკინსონის დაავადება
ესე რომ ვთქვათ, არის იდიოპათიური, უმეტესი შემთხვევა არის სპორადული. ზოგადად გენეტიკა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარკინსონის დაავადების დროს. გენეტიკური ფორმები არსებობს, რომელიც ესე რომ ვთქვათ, მონოგენური ფორმები არსებობს დაახლოებით 10-15% პაციენტებში, რომელიც არის მემკვიდრული და გადაეცემა მემკვიდრულად 10-15%-ში. თუმცა დანარჩენ 90-95%-ში პაციენტებს ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია გენეტიკური და გარემო ფაქტორების ზემოქმედებით. ანუ გენეტიკურ ფაქტორებს ორივე შემთხვევაში აქვს ძალიან დიდი როლი, როგორც თუმცა აღწერილია მონოგენური ფორმები, მხოლოდ 10-15%-ში, უმეტესობა არის სპორადული, თუმცა აქაც გენეტიკური და გარემო ფაქტორების ზემოქმედება ახდენს ზეგავლენას. აი, ცხოველოვანი დაავადების შემთხვევაში 20% არის გენეტიკური წინასწარ განწყობა, თუ მშობელს ჰქონდა, შვილსაც შეიძლება 20% შემთხვევაში. ასევე აქაც ანუ ოჯახში ვისაც აღენიშნება პარკინსონის დაავადება, იმას არ არის აუცილებელი, რომ გამოულიდეს, თუმცა უფრო მაღალი აქვს რისკი განვითარდეს პარკინსონის დაავადება, იმას ვისაც ოჯახური ისტორია არ აქვს პარკინსონის დაავადების. თუმცა, რა თქმა უნდა, ისიც რისკ ფაქტორია ასაკთან ერთად, ესეც რისკ ფაქტორია პარკინსონის დაავადების განვითარების. და ცოტა კიდევ რომ ცოტა უფრო მეტად რომ დავასწროთ ჩვენი პარკინსონიანი მსმენელები, რა პერსპექტივა არის ამ მიმართულებით? თუ არის საიმედო კვლევები პერსპექტივაში ისეთი, რომელიც შეამსუბუქებს ამ დაავადების მიმდინარეობას? როგორც კლინიკური კვლევების სპეციალისტი. დიახ, დღესდღეობით ძალიან ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედის მომცემია პარკინსონის მკურნალობის განვითარებაში, რადგან ძალიან ბევრი კვლევები მიმდინარეობს როგორც სიმპტომური მკურნალობის გასაუმჯობესებლად, ასევე დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად. რაც შეეხება სიმპტომურ მკურნალობას, როგორც აღვნიშნე, თხევადი ლევოდობა, რომელიც სულ FDA-ის თანხმობა მიიღო სულ რამდენიმე თვის უკან, რომელიც ნაკლებად ინვაზიურია. კანქვეშ უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება პაციენტს 24 საათის განმავლობაში და ყველაზე მეტად ეს მკურნალობა გამოიყენება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებათ, ანუ როდესაც თაფლობისთვის პერიოდის შემდგომ, როდესაც პაციენტებს უვითარდებათ ეს მოტორული ფლუქტუაციები. და ეს მოტორული ფლუქტუაციები რა არის? მაინც მინდა რომ ვისწროთ. აღნიშნულ პაციენტზე აქვს ჩართვა გამორთვის ფენომენს ვეძახით, ანუ მომენტალურად შეიძლება ვეღარ შეძლოს სიარული და ფრიზინგი, ანუ გაიყინოს ერთ ადგილას და ვეღარ შეძლოს სიარულის გააძნელება და სწორედ ამ სიმპტომების მართვისთვის შეიქმნა ეს 24 საათიანი თხევადი ლევოდობა, რომელიც პარკინსონიან პაციენტების ცხოვრების ხარისხს ძალიან აუმჯობესებს. ამის გარდა, თუმცა მაინც მთავარი აქცენტი ყველას აქვს დაავადების პროგრესირების შეჩერებაზე. თვითონ დაავადების პროგრესირება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორებზე. როგორც თქვი, ეს ასაკი არის ყველაზე ხშირი რისკ ფაქტორი და ასაკთან ერთად მათ აქვს რაღაც სხვადასხვა თანხლები დაავადებები. ეს არ არის მხოლოდ პარკინსონის დაავადება, ხო? მათ შეიძლება ქონდეს გულსიწავთა დაავადება, დიაბეტი, რომელიც ართულებს მიმდინარე ამ პარკინსონის სიმპტომებს. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოს ექიმაც, რომ ეს კომპლექსურად მოხდეს ამის მკურნალობა. შესაბამისად, ეს ფიზიკური აქტივობაც ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად. თუმცა აქვე ერთი რაც დამავიწყდა, მე თქვა, რომ ფიზიკური აქტივობას ჭირდება ძალიან სიფრთხილით ჩატარება დაავადების პროგრესირებასთან ერთად. რადგან თვითონ პარკინსონის სიცოცხლისთვის საშიში და მომაკვდინებელი არ არის. საშიში არის დაცემა, დაცემის შედეგად მოტეხილობა, ან თავის რაც ჰემორაგიული სიჩაქცევის განვითარება, საშარდე სისტემის ქრონიკული ინფექციების განვითარება. თვითონ დაავადება არ არის მომაკვდინებელი და დამასწორებელია ცოტათი. რა თქმა უნდა, ამიტომ თუ ფიზიკურად აქტიურად იქნებიან, ოღონდ ეს ფიზიკური აქტივობაც დაავადების პროგრესირებასთან უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რადგან ამ ფიზიკური აქტივობის დროს მათ შეიძლება რაღაცა დაიზიანონ, ზოგი ძალიან ზედმეტად
ეკიდება ხოლმე ამას. ამიტომ ზომიერება, ისე რომ ზედმეტად არც გადაიღალონ და ზომიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება მედიკამენტებს, რომლის დაავადების პროგრესირებას აჩერებს, ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა არის ძალიან დიდი იმედი, რადგან მიმდინარეობს კვლევები. თითქმის ფაზა მესამეში გადავიდა ეს ორი კვლევა, რომელიც ერთი ეხება გენურ თერაპიას, ანუ კონკრეტულად მუტაციის აღმოჩენა და კონკრეტულად აღმოჩენილია. კი, მუტაციები არის აღმოჩენილია და მიმდინარეობს კიდევ უამრავი კვლევები ამასთან დაკავშირებით. კონკრეტულად, რადგან ამ ხნის განმავლობაში ვერ შექმნეს მედიკამენტი, რომელიც ყველა პაციენტს მოერგება. ამიტომ გადაწყვეტეს, რომ ეს პაციენტები რაღაცნაირად დააჯგუფონ ამ მუტაციების მიხედვით და კონკრეტულად, ასე ვთქვათ, იმუნოთერაპიული მკურნალობა შეიქმნეს გენური თერაპია კონკრეტული მუტაციის საწინააღმდეგოდ. და მეორე, ეს არის ღეროვანი უჯრედები, რომელზეც ასევე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, რომელიც, ასე ვთქვათ, აღადგენს თავის ტვინში ამ დოპამინერგულ ნეირონებს, რომელიც ასე ვთქვათ, მიზეზია ამ სიარულის გაწნილების. ასე რომ მინდა დავაწყო ჩვენი პარკინსონით დაავადებული პაციენტები, რომ თუ ადრეული დიაგნოსტირება, თანამედროვე და დროული სწორი მკურნალობა, ფიზიკური აქტივობა არის, ასე ვთქვათ, განაპირობებს მათ სრულფასოვან ცხოვრების ხარისხს და რა თქმა უნდა რჩებიან ისინი დამოუკიდებლები. ტრადიციულად ჩემი ბოლო შეკითხვა არის ხოლმე რამე ხომარე ზღვით დამატებით კიდევ მსმენელებთან, მაგრამ თქვენ უკვე თქვით ამ ბოლო იმაში, აქედან გამომდინარე მიმართონ სპეციალისტს, მიმართონ სპეციალისტს აუცილებლად, რათა მართონ სპეციალისტმა მართოს ნევროლოგს, სასურველი მოძრაობის დარღვევების სპეციალისტს. დასეთი ბევრია რა? სულ რამოდენიმე. კეთილი, ამას შორის ერთ-ერთი გახლავთ ქალბატონი სოფიო. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ, წარმატებები.